17 ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა გია ჯაჯანიძის ჭრელი პარასკევი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელე მაყურებელო. დღეს პარასკევია და მე ჩვეულ ფორმაში ვარ. გადაცემა 17 ჭრელი, ხალისიანი, ბედნიერი გადაცემა, რა თქმა უნდა თქვენთვის. ერთი რამე მინდა გითხრათ, მოგესალმებით, ჩემო კარგო, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გადაგიხადო იმისთვის რომ მოხვედი. მოდი გავაგრძელებ რის თქმა მინდოდა ერთი რამის თქმა მინდაო ესე დავიწყე. საერთოდ ჭირი და ლხინი მეგობრები არიან. არ არსებობს ისეთი ჭირი, რომ რაღაცა არ გაიხსენო და არ გაიცინო. თუნდაც ის მიცვალებული, რომელიც არის, შეიძლება გაიხსენო მისი ცხოვრება და იცინო. ისევეა დაუშვათ ქორწილში, დაბადების დღეზე, ისე მხიარულობენ, ისე მოილხნენ, მერე ერთმანეთს ურტყავენ და ტირიან. მოკლედ, ეს არაფერ შუაში არ იყო იმასთან, რისთვისაც მოგიწვიე, არ იფიქრო, რომ რამე ისეც უცხოს გეუბნები, დადგა 2025 წელი. და აი ესეთი კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკული, მაგრამ ყველა ჩვენ ამას ესე ვამბობთ ხოლმე. შენ, როგორც ეზოთერიკოს, როგორც ნუმეროლოგს, როგორც საოცარ ადამიანს, ანუ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანი ეს ჩემი პირადული დამოკიდებულებაა, მაგრამ ნიჭს გულისხმობ, მოდი ესე ვიტყვი, რა გველოდება ზოგადად, რა გველოდება 2025 წელს და მერე კონკრეტულად ჩაგეკითხები. მოდი ასე ვიტყვი, რომ ჯერ მთლად არ დაწყებულა გველის წელიწადი. ჯერ მთლად არ არის შემოსული და კიდევ ვიმყოფებით ამ შემთხვევაში დრაკონის მმართველობის ქვეშ, თუმცა კი გველი რაღაც თითქოს შემოვიდა, მაგრამ ბოლომდე არა. როდი შემოდის? 29 იანვარს. 29 იანვარს შემოდის გველის წელი. 29 იანვარს შემოდის გველის წელი და მოდი პირდაპირ აქედან დავიწყებ. მოგიტანეთ კონვერტი, ესეთი, რომელშიც 29 იანვარს მით უმეტეს ვინც ვერ მოასწრო, მათაც შეუძლიათ ამის გაკეთება და თქვენც თავისთავად დაწერთ სურვილს, ჩადებთ შიგნით და ასრულდება აუცილებლად. ფურცელი ძდებს, ხო? თუ არა? ფურცელი არ დევს. ფურცელი თქვენ აი ადამიანი როგორი ზარმაცია ხო? როგორი ზარმაცი. 29 იანვარს დაწერთ სურვილებს და შეინახავთ, რომელიც აუცილებლად ასრულდება. უნდა ჩაგეკითხო აუცილებლად. ნებისმიერ შეუძლია ეს კონვერტი შეიძინოს და ნებისმიერ შეუძლია კი. ოღონდ ჩვეულებრივ კონვერტში და შეიძლება, ხო? ჩვეულებრივ კონვერტში არ არის ასრული, იმიტომ რომ ეს არის ამ შემთხვევაში სპეციალური სიმბოლიკით გამოყენებული წითელი ფერის ასე შემდეგ, რომელიც ეხმარება იმაში, რომ უფრო მარტივად დასრულდეს სურვილები. ეს არის ფენშუის კონვერტი, ყველასთვის ცნობილი, რომელიც და კარგი არის ამ შემთხვევაში მაგმიმართულებით. სურვილის ჩასაფიქრებლად ასევე შეიძლება კუპიურის შიგნის ჩადება, იმისთვის რომ ფინანსები იყოს მუდმივად, მოკლედ ნებისმიერი მიმართულებით დადებითი კუთხით შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ეს ამ შემთხვევაში ვინც ვერ მოასწრო, ისედაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონვერტის გარეშე სურვილის ჩაფიქრება 29 იანვარს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში შემოდის რეალური ახალი წელი, უკვე გველის წელიწადი შემოდის. და კიდევ არის ეს საინტერესო მომენტი, ვიტყვი ნაძვის ხესთან დაკავშირებით. ნაძვის ხეს ვიცით, რომ 19 იანვრამდე ჩვენ ვიღებთ და ნათლისღებას აღარ უნდა იყოს. კარგი იქნება თუ მას ჩავანაცვლებთ რაიმე მცენარით და ამ შემთხვევაში აი 29 იანვარს რაღაც იქნება მისი ჩამანაცვლებელი. შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მანდარინი. მანდარინის ტოტი. ანუ მაგალითად თუ იმეს აქვს ქოთანში, იდეალურია. ამ შემთხვევაში მანდარინი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ასოცირდება ბარაქასთან, ნაყოფიერებასთან და მათ ნაძვისხეთ ითვლება. და რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ რეალური წლის შემოსვლასაც ავღნიშნავთ და შევხვდებით გველის წელიწადს კიდევ ერთხელ. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ უკვე ავღნიშნეთ, კიდევ ერთხელ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. და სხვათა შორის ამბობენ, რომ დრაკონის წელი არის, აი რომ მიიწურება
დრაკონის წელი რაღაცა გულმავიწყობა, რაღაცა ისეთი გავიწყდება ყველაფერი და კიდე რა უარყოფითი თვისება აქვს, როცა სტუმარია ახლობელი. ეხლა მე ხო ვიცი რომ შენ ხარ ნინა სუსლოვა ორველაშვილი და არ თქვი სახელი. არ თქვი სახელი და გვარი. მოკლედ ჩვენი სტუმარი ნინა სუსლოვა ორველაშვილისა, მოკლედ ბოდიშ გიხდი, იმიტომ რომ მე რო ჩემი ახლობელი რო ხარ, ესე ჩვეულებრივად გავყევი გადაცემას. ხო, რას გეუბნებოდი? ესე იგი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიფიქროს, დაწეროს რამდენი სურვილი? შეუძლია 1 ან 9. 1 ან 9. რა თქმა უნდა 9-ს დაწერს. ახლა მოდი ბოდიშს გიხდი, ნახე ერთ რამეს გეტყვი. არიან ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ზოგჯერ ცუდი. აი სურვილი აქვთ იმას რაღაც დაემართოს, ამას რაღაც დაემართოს, ესე. მოდი განუმარტოთ. სურვილები, აი ბევრმა არ იცის როგორ ჩაიფიქროს. კი. პირველი, რა თქმა უნდა, ვიტყვი მაგასაც და ვიტყვი 1-სა და 9 შორის რა განსხვავება, რა არის პრიორიტეტული. რაც შეეხება იმას, როდესაც ჩვენ ვიფიქრებთ სხვა ადამიანზე, ან მით უმეტეს ეს სურვილი არის ნეგატიური და ბოროტი, ჯერ ერთი ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩავიფიქროთ ან ვუსურვოთ სხვა ადამიანს. ან რა თქმა უნდა, როცა ვუსურვებთ კეთილდღეობას, ბედნიერებას და ჩვენი პირდაპირ ვეუბნებით, ეს არის ჩვენი კეთილი მოსურვება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როცა ჩვენ ვიფიქრებთ ხვის ცუდად ყოფნას, ხვის უბედურებას და ასე შემდეგ, ძირითადად შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია აი ამ მომენტში, როცა არის ესეთი მნიშვნელოვანი დღეები, ჩავფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე და არა სხვაზე. ძირითადად შემთხვევაში ეს ნეგატივი ისევ მათ ვეუბრუნდება თუკან და სხვისი ნეგატივის სურვებას ხო ჯობს, რომ საკუთარი კეთილდღეობა ჩაიფიქროთ და ის აგისრულდა და ისე იყო ბედნიერი, რომ სხვას ცუდი არ უსურვა. ამიტომ ძირითადად შემთხვევაში მსგავსი ნეგატიური სურვილები ისევ იმ ადამიანებს აზიანებს და არა იმათ, ვის მიმართაც ხდება ეს ჩაფიქრება. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად რომ პოზიტიური სურვილები ჩაიფიქროთ, რა თქმა უნდა. ახლა რაც შეეხება 1 და 9, ხო, ძირითადად შემთხვევაში მივიდივართ 9 ბევრია და კარგია. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიფიქრებთ რაღაცას და აი გაჩნდა რამდენად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. პირობითად გინდა რაღაც მთელი გულით და შეიძლება ის ერთი რამ იმდენად მნიშვნელოვანი იყოს შენთვის, რომ აღარ გაინტერესებს ის დანარჩენი 8 და ამიტომ უმჯობესია რომ ჩაიფიქრო ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სურვილი, რომელიც აგისრულდება და საიდკენაც იქნება მთელი ენერგია წასული და უფრო მარტივი იქნება მისი განხორციელება. თუ მსგავსი სურვილი არ აქვს ადამიანს და უნდა რომ ცოტა რაღაც იქ უნდა, ცოტა იქ უნდა და უნდა ბევრი, მაგრამ არა ისეთი სერიოზული და მნიშვნელოვანი, შეუძლია ჩაიფიქროს 9 პატარა სურვილი, რომელიც ისევე გადანაწილდება ენერგია და აუსრულდება. ასე რომ პრიორიტეტის მიხედვით რა უფრო მნიშვნელოვანია და როგორ სურს, რომ მოხდეს. ნინა, ნახე, მე არც ისე პატარა ვარ და მაგ ძალიან დიდი გამოცდილება. არასოდეს ჩემს ცხოვრებაში ტაძარში რო შევსულვარ, არ მithოვია ღმერთისთვის არაფერი. ყოველთვის ვამბობ ღმერთო მომეცი ის რაც მე მჭირდება, შენ უფრო კარგად იცი. მე რაც შეეხება სურვილებს, აი სურვილებს რო ვწერთ და ასე შემდეგ. ნახე, წერ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომელმაც ძალიან გაამართლა. მეც გეტყვით მე რას წერ. და იცი რა არის საინტერესო? მე ჩემი მთელი სულით, გულით, არსებით, გონით, აზროვნებით, ყველაფრით მივხვდი, რომ რამდენად შეიყვარებ ადამიანებს, რამდენად კარგს უსურვებ, ყველაფერი მოდის ის. და წერ ამას, რომ ღმერთო მიეცი ყველას ის რაც უნდოდეთ ჩემთვის. და მე რო ეს ცუდად არ გავიფიქრო, ვამბობ რომ ღმერთო მომეცი ის რაც მე მინდოძე სხვებისთვის. და რატომ იცი? მართლა გულწრფელად გეუბნები. აი ადამიანი რომელიც რაღაცა ცუდი გაუკეთებია, ჩემ თავს ვიდანაშაულებ და როგორ იცი? რო არ დაგმეგობრებოდი, რას დამიშავებდი? ანუ მე ვარ დამნაშავე. ამიტომ არასოდეს თავს
არც ვიმართლებ და ყოველთვის მგონია რომ რაღაცა არის ჩემი ბრალი და აი ესე შემოვიფარგლები ის რომ აი მანქანა თვითფრინავი გემი ბევრი ფული ჯამრთელობა თუ ახლა სიგარეტს ეწევი ის არა ქვია თან ეუბნები ჯამრთელობა მინდაო შენ რას ფიქრობ აი რა ძალიან საინტერესო და ძალიან ვიტყოდი სწორი მიდგომა არის, იმიტომ რომ ზირითად შემთხვევაში მართლა ის გვიბრუნდება, რასაც გავცემთ და იმდენად ნათლად შეგვიძლია ამის დანახვა, თუნდაც ნებისმიერი დღის დაწყება, ყველაზე მარტივი, გაიღვიძე, გამოხვედი, ბედნიერი ხარ, ყველა ბედნიერად გხვდება. სადმე მიდიხარ, ყველა გიღიმის, ყველა კეთილგანწყობილი, რაღაც მაგალითად სიტუაციაში დახმარება გჭირდება, ყველა მზად არის რომ დახმარების ხელი გამოგიწოდოს. ადექი ცუდ ხასიათზე გამოხვედი, არაფერი არ მოგწონს, ხარ გაღიზიანებული, კიდევ უფრო მეტი პრობლემა წარმოგექმნება. იქ ვიღაც რაღაცას გეტყვის, იქ ვიღაცა და всё, უკვე ისევ გაფუჭებული ხასიათი ისევ გაგიფუჭდა. ზირითადად შემთხვევაში ადამიანი რასაც გამოხატავს, აი ამ ემოციას რომელსაც გამოყოფს, იგივეს იღებს ყოველთვის უკან. და რაც შეეხება აი მაგალითად რაც თქვით მანქანა თვითფრინავი ხო იქ გემი ასე შემდეგ ზირითადად შემთხვევაში ადამიანები არიციან რა უნდათ მართლა არიციან იმიტომ რომ უნდათ ის რაც სხვას მოსწონს უნდათ ის რაც მოსაწონია ყველასთვის და არა ის შეიძლება რაც მატერიალური სურვილია ზირითადად შემთხვევაში პირველი რასაც ვამბობ ხოლმე და პირველი როგორც ვიფიქრებ სურვილს ეს არის მე მზად ვარ მივიღო სამყაროსგან ის საჩუქრები რომელიც დავიმსახურე და ისი ღირსიც ვარ და ზირითადად შემთხვევაში მოდის ყველაფერი ის რაც რეალურად მჭირდება რაც რეალურად საჭიროა ჩემთვის იმ კონკრეტულ მომენტში და რაც მართლა მინდოდა შეიძლება ვერ ხვდები რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს ისეთი მოვლენა რომელსაც ვერაცნობიერებს ვერ ხვდება და რომ მოხდება რაღაც დროის მერე გაანალიზებს რომ თურმე ეს როგორ მჭირდებოდა ეს როგორი საჭირო იყო ჩემთვის მაგრამ აი ვერ მივიდა თვითონ თავისი დასკვნით ამ მომენტამდე. როგორ ვერიდები იცი ნეგატიურ ადამიანებს. ახლა გეტყვი ერთ რაღაცას. ნახე, მე ტერმინი არასოდეს არ მაქვს მტრის ჯინაზე. აი არა მაქვს მტრის ჯინაზე და ერთ მაგალითს მოგიყვები. ძალიან ხშირად მივდიოდი ხოლმე ერთ ადგილას. მივდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ კარგად ვგრძნობდი თავს, გემრიელად მივირთმევდი და აი მიყვარდა სიტუაცია. იმ სიტუაციაში გუმანით მე ხო გრძნეული ვარ, გუმანით ვიგრძენი რომ ერთ ადამიანს არ უყვარ ვარ. უფრო მეტიც ვერ მიტანს. ოღონდ არანაირი საფუძველი არ აქვს და მე რა გავაკეთე აღარ მივდივარ ხოლმე ხშირად იმიტომ რომ არ მივიღო ეს ნეგატივი და თავისი ნეგატიურ მდგომარეობაში მყავდეს სულ არ მიხვდი ხო ანუ მე ვიცილებ თავიდან ამ ნეგატივს მან იცის რომ მე სულ ვარსებობ და აუცილებლად ვარსებობ აქედან გამომდინარე მე არ მინდა რომ ვაწამო მაგრამ როგორც კი ის ემოციას გადააჭარბებს მე მივალ ხოლმე ყოველ დღე შვენიერი მიდგომა ხო აქედან გამომდინარე ვცდილობ რომ აი ავიცილო ხოლმე ეს ნამდვილად სწორია ეს ვიდეო უნდა მოვჭრა და დავდო. ეხლა რა მაინტერესებს? რა ხო, ცოტა გადავუხვიეთ, ხო? კი, გადავუხვიეთ. ინტრიგანულ კითხვას დავსვავ. აი გველის წელში ადამიანს რო უთხრა, ახ როგორ გველი ხარ. ეს კომპლიმენტია თუ გაშე რომელი გადმოსახედიდან შევხედავთ, მოდი ასე ვიტყვი და რატომ? მე რა კარგია, ესე იგი ყველა თუ უნდა უთხრა პირდაპირ. ხო, რატო ზოგადად ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ხო გველი უფრო ნეგატიურთან ასოცირდება, ხო, რომ აი პირიქით რაღაც ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ბოროტება გაგიკეთოს. ჩემთვის სიბრძნეა. აი მაგის თქვა მინდოდა ზუსტად. მაგრამ აღმოსავლურ კულტურაში და ამ შემთხვევაში თვითონ მათთან რასაც ნიშნავს გველი, სიბრძნის ყველაზე გონიერების, ინტუიციის, სიღრმის, თვითგანვითარების სიმბოლოდ არის მიჩნეული. შესაბამისად, ну ასეთი ფრაზა არ არის მიღებული და მიჩნეული გველივით ჭკვიანი რო იყოს ადამიანი და ბრძენი ძალიან დიდი კომპლიმენტი იქნება რეალურად ნებისმიერისთვის თუმცა ჩვენ აღვიქვამთ ჩვენი გარემოებიდან გამომდინარე ნეგატიურად თორე ამ შემთხვევაში
რო გითხრათ, ჩემთვის გველი არასოცირდება ნეგატიურთან და ცუდთან. ზაკრულობასთან, რაღაც მასთან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები მას მაინც აქვს. მიუხედავად ყველა დადების. ყველასაკ, აი ვირთხავ რო გიკბინო, საშინელებაა. იმდენი იმ მორიელმა, მაგრამ ეს გველი ცენტრალურია. ამიტომ მივიღოთ და სხვათა შორის. ყველაზე მისტიურია სხვათა შორის. რო გავიგე, რომ გველი არასოდეს არ გერჩის, გველი იცავს თავს. კი. და დაინახე, რატო კლავ, რატო გარბი ხარ? არაფერი ჩაუარე. ზუსტად ასეა. კი, გველი არასდროს არ დგამს პირველ ნაბის, პირველი არასდროს არ ესხმის ადამიანს, იმ შემთხვევაში თუ მის მიმართ რაიმე პროვოცირება, პროვოკაცია არ მოხდა, რის შემდგომაც შეიძლება რომ უკვე შეიძლება არა, დაესხმება დიდი ალბათობით თავს. თავის დასაცავად. ძალიან მეწოდება სახში რო ყავთ ხოლმე და რო აწვალებენ და ნუ აი დაუშვათ, აი ძალიან ნერვები მეშლება. ნუ ამ შემთხვევაში ეს უკვე არის მათი ჩვეული გარემო არ არის და რა თქმა უნდა ნებისმიერი. თუნდაც ადამიანი როცა იმყოფება ისეთ გარემოში, სადაც ის თავს კომფორტულად და კარგად არ გრძნობს, ისიც ცოდუა. იგივე განიცდის ნებისმიერი სხვა არსება, ცხოველი, ქვეწარმავალი, რომელიც იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილი არ არის და რეალურად ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ აი და გეტყვი რატო გამახსენდა, არასოდეს არ ვიწყე, როცა მარტო ვარ. და მე მყავდა იორკი. პატარა ძალიან საყვარელი და ერთხელ აი ჩემი გონება არასოდეს არ ჩერდება. ეს იორკი დარბის რაღაცა ყებს და ვფიქრობ, ღმერთო, ეს ეხლა ადრე იყო მგელი. ძაღლი მე მოვიშინაურებ, გე. ესე იგი იმდენი გააკეთეს ამ ექსპერიმენტები, იმდენი რომ ეს იორკი მგელი, აი გენეტიკა აქ მგელის. ანუ რის თქმა მინდა, იცი, არასოდეს ჩემი ტვინი არის ფანტაზია სუ მუდმივად ამაშევარ. ეხლა მითხარი ესეთი რაღაცა. მანდარინი გავიგე, აი ფერები თუ აი როგორ უნდა შევხვდეთ გველის წელს. მწვანე. 29? კი, რა თქმა უნდა, მწვანე, ძირითადი ფერი, ასევე ლურჯი, თეთრი, ოქროსფერი ან იისფერი. ოქროსფერი შეიძლება? ოქროსფერი შეიძლება. იისფერი. კი. შეიძლება და იგივე პრინციპით შეგვიძლია ეს დღე გამოვიყენოთ, როგორც შევხვდით ახალ წელს, იგივე პრინციპით შევხვდეთ. ანალოგიურად კარგი იქნება თუ პატარა სუფრას გავშლით, ისევ რომ ამ შემთხვევაში შევქმნათ ის დადებითი განწყობა, დადებითი გარემო. და რაღაც პატარა, ანუ აღვნიშნოთ, სხვათა შორის, კარგია, რომ ასე დაემთხვა, რატომ? იმიტომ რომ თვითონ გველს არ უყვარს ქაოსი, არ უყვარს ბევრი ხალხი, რაც უფრო მშვიდი გარემოა, რაც უფრო ესეთი კომფორტია შექმნილი და ჰარმონია, მით უფრო მისაღებია. შესაბამისად, შეგვიძლია ძალიან ვიწრო წრეში, ან მაგალითად ოჯახის წევრებთან ერთად, ან ახლო მეგობრებთან ერთად. ალკოჰოლი არ უყვარს თურმე. ალკოჰოლიც არ უყვარს ნამდვილად. რაც შეეხება ქაოსს, მე ძალიან რო წავიკითხე ეგ რაღაცეები, აი ქაოსის სიყვარული, მე ჩემ სახლში არის სულ ქაოსი. ქაოს გააჩნია. ხო და მე რა მოვიფიქრე? აი გველი ამ ქაოსში დაიმალება, დაისვენებს. დაისვენებს და იქნება მშვიდად. ქაოს ყოველთვის მოყვება წესრიგი ზოგადად. ქაოსი მე ვახსენე, ქაოსში მე ვიგულისხმებ ბევრი ხალხი. ბევრი ხალხი. აი ჩემთან არავინ არ მოდის. და ამ შემთხვევაში ქაოსი საჭიროა, იმიტომ რომ თუ არ იქნება ქაოსი, ვერ დამყარდება წესრიგი, ვერ დადგება ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს არის ამ შემთხვევაში ორი რამ, რასაც ერთს მოყვება მეორე და ასე მუდმივ რეჟიმში უცვლელად ხდება. შესაბამისად, ქაოსი საჭიროა ყოველთვის, იმიტომ რომ თუნდაც ადამიანი ცოტა გაინძრეს, გამოძრავდეს, ქაოსი ხდება ადამიანის ცხოვრებაში და შემდგომ დგება წესრიგი, იმიტომ რომ დაიწყოს მოძრაობა, გამოცოცხლდეს, მიხვდეს, რომ რაღაც უნდა შეცვალოს ცხოვრებაში. შესაბამისად, ქაოსი რაღაც დროს საჭიროა და პირიქით. შეიძლება რომ სასურველიც იყოს. იცი რა მაინტერესებს? შემთხვევით ხომ არ იცი შემდეგი წელი რა არის? შემდეგი არის ცხენის წელიწადი. ცხენის წელია? კი. მე მიყვარს ცხენი. კი, ნამდვილად. გველიც მიყვარს, ყველაფერი მიყვარს, მტერიც მიყვარს, იმიტომ რომ ფხიზლად ვარ. ის მტერიც ხო ადამიანია. კი, ნამდვილად. და ადამიანი რო შეიქმნა, ზოგჯერ, აი მაგალითად, მე გავოცდი, შენ პროფესიით ქიმიკოსი ხარ, ხო?
სხვათა შორის ქიმია და ეზოთერია თუ ძალიან ეზოთერიკა თუ ღრმად ჩავიხედავ ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ისე გამიკვირდა როცა გავიგე რომ რაღაც ბაქტერიები ჩვენთვის აუცილებელია კი რა თქმა უნდა რომ მეტი არ შეიძლება მოდი ახლა რეკლამაზე გავიდეთ დავბრუნდებით და კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ რა გველოდება ახალ 2025 წელს დაგველოდეთ ძალიან საინტერესო გაგრძელება ექნება ამ გადაცემას რეკლამა ეთერში